ასე დააკავეს აზერბაიჯანის დიასპორის ლიდერი ეკატერინბურგში. ქალაქში, სადაც რუსეთის უშიშროების სამსახური ერთი კვირაა აზერბაიჯანის მოქალაქეებზე ნადირობს. შახინ შიხლინსკი დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს, ისევე როგორც მისი თანხმლების შვილი. საფუძველი უცნობია. რუსული მედიის ცნობით მიზანი მხოლოდ მათი დაკითხვა იყო. მოსკოვი და აზერბაიჯანი სარკისებრ პასუხებს ცვლიან. 1 ივლისს უკვე ბაქოში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს 4-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ. რუსეთში უცხოურ აგენტებად რეგისტრირებული მედიები წერენ, რომ ირანიდან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა გაყიდვის საქმეში ბრალდებულები რუსეთიდან სამხედრო მობილიზაციას გამოქცეული პირები არიან. ისინი, ვისაც უკრაინაში ბრძოლა არ სურდათ. შემთხვევითი არაა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ბაქუმ ზარი სწორედ კიევიდან მიიღო. სატელეფონო ხაზზე ვოლოდიმირ ზელენსკი იყო. Сьогодні говорив з президентом Азербайджану. ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. მადლობა გადავუხადე მას უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო. ასევე გამოთქვით სურვილი მხარდაჭერა და სოლიდარობა აზერბაიჯანის მიმართ. სწორედ ახლა რუსეთი აჩაღებს ახალ მტრულ კამპანიას საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ. აზერბაიჯანული საზოგადოებიდან 2 ადამიანის სასტიკი მკვლელობის შემდეგ ის ემუქრება თავად აზერბაიჯანის სახელმწიფოს. რუსეთი ყველამ უნდა აღიქვას როგორც საფრთხე, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ყველა მისი მეზობლისთვის. სხვების მკვლელობებითა და დამცირებით რუსეთი ცდილობს ყველას შევიწროვებასა და დამორჩილებას. ეს უნდა დამთავრდეს. აზერბაიჯანის გარდაცვლილი მოქალაქეების საქმეს ახლა ქვეყნის გენერალური პროკურატურა იძიებს. მათ ბრიფინგზე ითქვა, რომ ძმებ საფაროვებს რუსი ძალოვანების მხრიდან სახლიდან აყვანისას ჯანმრთელობის პრობლემები არ აღენიშნებოდა და რეალურად ფიზიკური ძალადობის შემდგომი შოკის შედეგად გარდაიცვალნენ. ზეიდინ საფაროვი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, როდესაც ის ძალოვრებმა სახლიდან აიყვანეს. არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულება, სადაც მას სხეულის არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის წამების შედეგად გარდაიცვალა. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეს შეეხო, რომელიც 2024 წლის დეკემბერსა და რუსეთის მიერ ჩამოგდებულ აზერბაიჯანულ თვითმფრინავს ეხება. მაშინ ყაზახეთში 40-მდე ადამიანი დაეღუპა, 29 კი დაშავდა. ფაქტზე სისხლის სამართლებრივი საქმე აღიძრა. უკვე დღეს აზერბაიჯანული მედია მინვალი ავრცელებს ჯერ ოფიციალურად დაუდასტურებელ აუდიო მასალას, სადაც რედაქციის თქმით მტკიცდება, რომ რუსეთის საჰაერო ძალები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებას ასრულებდნენ, როდესაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს. Огонь! Огонь, говорю! კრემლმა თავის დროზე ეს ყველაფერი ტრაგიკულ ინციდენტად შეაფასა. ვლადიმერ პუტინმა კი ხანგრძლივი უარყოფის შემდეგ ბოდიში მოიხატა. ფაქტის ირგვლივ ბოლო სიახლეებს მოსკოვში არ გამოხმაურებიან, თუმცა გამოეხმაურდნენ სპუტნიკ აზერბაიჯანის ჟურნალისტების დაკავებას, რომლის ნაწილსაც აზერბაიჯანული უწყებები რუსეთის უშიშროების სამსახურებთან კავშირში ადანაშაულებს. მოსკოვი ცდილობს განცხადებებში დიპლომატიური ტონი შეინარჩუნოს და ორი ქვეყნის მეგობრობის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს. По итогам вызова посла Азербайджана აზერბაიჯანის ელჩთან საგარეო უწყებაში შეხვედრისას გამოითქვა პროტესტი იმ მიზანმიმართულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე ორმხრივი ურთიერთობების დემონტაჟის მიზნით დგამს. დიპლომატს გადაეცა საპროტესტო ნოტა რუსული მედია საშუალება სპუტნიკ აზერბაიჯანის წარმომადგენლების დაკავებასთან დაკავშირებით. გავაჟღერეთ მათი გათავისუფლების აუცილებლობა, რადგან ეს ზეწოლაა რუს ჟურნალისტებზე. ამჟამად მათი მონახულების საშუალებას მოკლებულნი ვართ. იმედი გვაქვს, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაფუჭების მსურველები შეიკავებენ თავს მომავალი პროვოკაციული ნაბიჯების გამო. ასეთი კი ცოტა არ ყოფილა. ეს ზიანს აყენებს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს. მოუწოდებთ აზერბაიჯანს დაუბრუნდეს იმ თანამშრომლობის დონეს, რომელიც დოკუმენტებშია გაწერილი. ესაა სტრატეგიული ურთიერთობა. Напомню, это уровень стратегического союзничества. სტრატეგიულ ურთიერთობებზე ხაზგასმა რუსეთს აზერბაიჯანის ნაბიჯებმა უბიძგა, რომელიც ბევრის მოსაზრებით სამხრეთ კავკასიაში რუსული გავლენების შემცირებაზეა ორიენტირებული. ყარაბაღის ტერიტორიების დაბრუნებისა და სომხეთთან წარმატებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ ერევანი, ბაქო და ანკარა მოსკოვს რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალობების წინაშე აყენებს. რეგიონალური მედია ბევრს წერს იმაზეც, რომ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით მხარეებს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ. არაოფიციალური ინფორმაციით ამის თაობაზე რამდენიმე დღის წინ თურქეთისა და სომხეთის ლიდერებმა ისაუბრეს, როდესაც ნიკოლ ფაშინიანი ერდოღანს ეწვია.
სომხეთის პარლამენტში რუსული მედია საშუალებების მაუწყებლობის შეჩერების საკითხის განხილვისთვის ემზადებიან. აზერბაიჯანული საზოგადოება კი საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო ორგანოებში რუსული ენის სწავლების შეჩერების თაობაზე მსჯელობენ. თუმცა აზერბაიჯანის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მხოლოდ ის თქვა, რომ ამის შესახებ უწყებას რაიმე სახის ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.